საღამომშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი, ანუ იმპაქტი ყველაზე დაუსჯელი გადაცემა ალასანიას უწყების შემდეგ, ვინაიდან პროკურატურა ჯერ ჩვენთან არ შემოსულა. საღამომშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ, რომ ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას თხოვს, რადგან ვეტო სოკო არ არის, რომ ყოველ წვიმის შემდეგ ამოვიდეს. ვერ მოისმენთ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებას. პრემიერი დაგვპირდა, რომ თავდაცვის მინისტრის დამატებით არგუმენტებს ყურადღებით გაეცნობა, რადგან არ გვინდა ამის გაჟღერების შემდეგ ამ მომრჩეველსაც გაახსენდეს პრემიერის დაპირებები და ის, რომ მეოთხე საუკეთესო წლამდე მხოლოდ 2 წელი გადარჩა. ვერ მოისმენთ თეატრი ლუკიანის განცხადებას. ირაკლი ალასანიას შემთხვევაში დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მინისტრის პატივისცემას ძალოვნის მხრიდან, რადგან ამის მოსმენის შემდეგ პრეზიდენტი მარგველაშვილი ისევ განათლების მინისტრობას ინატრებს. როდესაც თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაშია, სწორი საქციელი არ არის პირველ ნიუსად თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. განაცხადა დავით უსუფაშვილმა, შემდეგ კი განავრცო, რომ ასევე უადგილოა თავდაცვის მინისტრს პაესტკაში მივაწოდოთ ინფორმაცია ცუდი ამინდისა და ინფლაციის შესახებ. ასევე ბატონმა დავითმა ჩამოთვალა ქვეყნების ნუსხა, სადაც მინისტრის ყოფნის შემთხვევაში მას ცუდი ამბები არ უნდა გააგებინონ. როგორც არ უნდა დასრულდეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე, მას ტრაქტორების საქმის ანალოგიური დასასრული ვერ ექნება. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა. ექსპერტები გვახსენებენ, რომ ტრაქტორების საქმე არ არის ერთადერთი, სადაც პროკურატურამ ტრაქტორის წონის ჩაისვარა. დეპუტატი ვოლსკი ოდეერების საქმიანობაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. ოფიცერი, რომელიც თავის დაწესებულებაში იღებს ხელფას, არ არის ჩუმად მოთვალთვალე და მოქმედი პირი. ის აბსოლუტურად ღიად პასუხისმგებელია იმაზე, რომ კონკრეტული დაწესებულების ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს საიდუმლოებას განეკუთვნება, იყოს დაცული. ეს მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. არის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებშია მიმართულებით საგანგებოდ მივლენილი ადამიანები მუშაობენ, განაცხადა საკითხის კომენტირებისას გია ვოლსკი. ექსპერტები არ გამორიცხავენ ვოლსკიმ ამ კომენტარისთვის ოსკარი აიღოს როგორც წვრილმანი გამправებლის მეასე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა. ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ პენსიის თანაბრად გაზრდის შესაძლებლობა იყო, მაგრამ სოციალურად დაუცველებს უფრო მეტი დახმარება სჭირდებოდათ. აბა ჩვენ რაღაცი გვჭირდება ეგ გაზრდილი პენსია, ბატონო ნოდარ, პასუხობენ საკუთარი ვილებიდან და იახტებიდან პენსიონერები. იმ ადამიანებს, ვინც დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა გაეთვალისწინებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვან საკითხებზე იმყოფებოდა ბატონი ირაკლი ალასანია მივლინებაში. მინისტრი არ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის წარმოადგენს საქართველოს. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქვს შეხვედრები, როდესაც გერმანიის, საფრანგეთის თავდაცვის მაღალჩინოსნები ხდებიან მოწმენი, რომ ირაკლი ალასანია იგებს ასეთ მნიშვნელოვან ამბავს და ამ დროს საქმის კურსში არ არის. ეს ყოველივე მოქმედებს ალასანიას როგორც პოლიტიკოსის იმიჯზე, ასევე ზოგადად ქვეყანაზე. განაცხადა ელისო ჩაფიძემ. პროკურატურა მაინც და მაინც დიდი კორექტულობით ვერ გამოირჩევა. ასეთი პასუხი გასცა კახა ქანთარიამ კროსვორდის კითხვას, რითი ვერ გამოირჩევა პროკურატურა. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის შეფასებით არგუმენტაცია, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წარმოადგინა უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე, ბევრ კითხვას არ ბადებდა. სწორედ ამიტომ არის მოდა ამ შეხვედრის ოთახიდან შეძახილები ბიჭია ბიჭი, აღნიშნავენ ექსპერტები. ნოდარ ხადურმა წარმატების ფორმულას მიაგნო და განაცხადა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზარდოს. ამიტომ მომავალში პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს კი არ გავზრდით, არამედ პირდაპირ ცხოვრების დონეს გავზრდით. ნოდარი სკანდირებდნენ ამჟამად უდონო მოქალაქეები. ირაკლი ალასანიამ გვერდზე უნდა გადადოს გაჩენილი წყენა და გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. ირაკლი სესიაშვილის ამ განცხადების შემდეგ ცნობილი ხდება პასუხი ბატონი ალასანიას ცნობილ კითხვაზე. მე რა ვქნა მე? ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი, ანუ იმპაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ამონარიდები მინისტრების განცხადებებიდან. ჩვენი ქვეყანა სწორი კურსით ვითარდება და ეს პრემიერის დამსახურებაა. ეს პრემიერის დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი კურსით ვითარდება. ჩვენი ქვეყანა რომ სწორი კურსით ვითარდება, ეს პრემიერის დამსახურებაა. მინისტრთა მესიჯბოქსი, სიტყვების გადანაცვლებით კვერის დაკვრა არ იცვლება.